დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში არსებულ სიტუაციას და ეკოტურისტულ სერვისებს გაეცნო. მარკოზაშვილმა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს გარდაცვლილი რეინჯერის მერაბ არევაძის სახელობის სიგელი გადასცა. 6 რეინჯერი ბრაკონიერებთან ბრძოლაში და კანონახსრულების მიმართულებით შეტანის მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა. მერაბ არევაძე ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში დაარსების დღიდან რეინჯერად მუშაობდა. იგი 2012 წელს პატრულირების დროს ბრაკონიერებმა სასტიკად აწამეს. 5 წლის წინ ბრაკონიერებთან ბრძოლას შეეწირა დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი მერაბ არევაძე. რეინჯერები ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენს ტერიტორიებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ჯერ უნდა დააფასებს მათ მონდომებას. სიგელი მეტ სტიმულს და მეტ мотивაციას გვაძლევს ჩვენ დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს, რათა უფრო მეტად დავიცვათ ჩვენი ბუნება და მეტად განახორციელოთ ჩვენს მიმართ მონდობილი ეს ღვთისმიერი საქმიანობა.